იქ ქვემოთ მართლა ათასობით თევზია. დიახ, შეხედე რა წითელი თვალი აქვს. არ არსებობს. რა იყო ეს? ეს გიგანტური ნარინჯისფერი მოლია. ერთი იმ პატარა მილში ჩავიჭირე. წითლები არიან. არ არსებობს, ამას ნამდვილად არ ველოდი. პატარა სკატის მსგავსი რაღაცაა. ეს სიგიჟეა, ბიჭებო, იქ იმდენი თევზია, ღმერთო ჩემო. ერთი დავიჭირეთ. როგორ ჰარფინეიშნო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კიდევ ერთ მაგარ ვიდეოში, ბიჭებო, დღეს ვიჭერთ მაგარ აკვარიუმის თევზებს ველურ ბუნებაში დედაჩემის სტიკი ჰატის აკვარიუმისთვის. ეს ვიდეო დიდი ხანია გელოდებოდათ, თქვენ დიდი ხანია ითხოვდით ამას. დედაჩემი დიდი ხანია ამას თხოვს. როგორც იცით, ჩემს სახლში ყველგან არის თვები და აკვარიუმები, მაგრამ ის, რომლისთვისაც ყველაზე მეტად გინდოდათ თევზის დაჭერა, დედაჩემის სტიკი ჰატის აკვარიუმია. მან ძალიან ნათლად მითხრა, რომ სურს მაგარი ფერადი თევზები თავისი აკვარიუმისთვის. და დღეს ბოლოს და ბოლოს ის დღეა, როცა ამას გავაკეთებთ. უში მთლიანად თავიდან გავაკეთე აკვარიუმის დიზაინი და ძალიან ლამაზი მცენარეებით სავსე აკვარიუმი გამოვიდა. ესეთი რამ არასდროს გამიკეთებია. მგონია რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ვერ ვიტან როდის გაჩვენებთ თქვენს. და ხო, დღეს როგორც თქვი მივდივართ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ადგილას და დავიჭერთ წეტრებს და სხვა მაგარ თევზებს რომ ჩაუშვათ აკვარიუმში. ვფიქრობ ეს საუკეთესო ადგილია დედაჩემისთვის თევზების დასაჭერად, რადგან იქ ყველა ძალიან ფერადია. მგონია რომ ძალიან მოეწონება. მასუდა დისკუსია ნანგელფიში, მაგრამ ჯერ არ ვიცი სად დავიჭერ მაგარ. ასე რომ ჯერჯერობით ტეტრებს და სხვა თევზებს დავიჭერ. ხო, ეხლა წავიდეს და ვნახოთ აკვარიუმი. გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ახლა. მართლა ძალიან ლამაზია. მერე კი დედაჩემის რეაქციასაც ვნახავთ. მე რო ვეთქვი რომ მისთვის თევზებს დავიჭერ და ხო, ალბათ ძალიან გაოცდება. იმედი მაქვს მოეწონება. იმედია მარფა მაგარ თევზებს დავიჭერთ მისთვის რომ ჩაუშვათ აკვარიუმში. წავედით, დავიწყოთ. დედა, ბოლოს და ბოლოს რომ მოვიდა, შენი აკვარიუმი მზადაა. ძალიან გაოცდება. ამაზე უკვე დიდი ხანია მთხოვს. თავი დაბლა დახარე? მე თავს დაბლავხრი. კარგი, დავიწყეთ. კარგი დედა, თვალები დახუჭე, ჯერ მაყურებლებს ვაჩვენებთ, ბიჭებო, ნახეთ. 3, 2, 1, ბუმ! ეს არის ახალი თიკი ჰატის აკვარიუმი. გონია რომ ეს ზუსტად ისა, რასაც დედაჩემი ითხოვდა. დრიფტუდი, დარგული აკვარიუმი, შავი სუბსტრატი, ცოცხალი მცენარეები ყველგან. შესანიშნავად გამოიყურება. ყველა თევზი ამოვიღე და მთლიანად თავიდან გავაკეთე. და ეხლა სუფთა აკვარიუმი გვაქვს ძალიან მაგარი თევზებისთვის. და ხო, ვფიქრობ, შესანიშნავად გამოიყურება. პირველად გავაკეთე ესეთი რამ. კომენტარებში თქვენი აზრი დამიტერეთ, ბიჭებო, როგორ გამომივიდა. კარგი დედა. ძალიან ნერვიულობ. მზად ხარ? 3, 2, 1. ნახე? ვაუ. მერტო ჩემ მიყვარს ეს. დიახ, ძალიან ლამაზია. ეხლა კარგი. რასაც ეხლა გავაკეთეთ, მეწავალ ჩემს ერთ-ერთ ადგილას, სადაც ამ ფერად თევზებს ვიჭერთ. და დღეს თევზს დავიჭერ. უშნო თევზები არ გვინდა, ბიჭებო. უშნო თევზები არ გვინდა. მოკლედ ბიჭებო, ეხლა მივდივართ იმ ადგილას და ვეცდებით, რომ ძალიან მაგარი თევზები დავიჭიოთ. მაქსიმალურად ვეცდები. დედა, მოდი წავიდეთ იმ ადგილას, ნახოთ, რას დავიჭერთ და მერე აქ მოვიტანთ. წარმატებისთვის დაალაიქეთ. იქ გნახავთ, ბიჭებო. კარგი ბიჭებო, მივედით ადგილზე. ალბათ იცანით ეს ადგილი, რადგან აქ ბევრი ვიდეო გადავიღეთ. და ეს იმიტომ, რომ აქ საშინლად ბევრი თევზია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, ასე რომ ბადით ვართ აქ. აქ რომ მოხვიდეთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ ბადე, პატარა ხვრელებით, რადგან ეს თევზები დიდები არ არიან. ისინი არიან ტეტრები, გურამები. აქ კიდევ სხვა საინტერესო თევზებიც არის, მაგრამ უმეტესობა ესენი არიან, გურამები და ტეტრები. ასე რომ სწორედ მათ ვეძებ. გვაქვს ვედრო ყველა იმ თევზისთვის, რომელსაც დავიჭერთ და რომელსაც თიკი ჰატის აკვარიუმში წაღება გვინდა. და ეს აქ, ეს ჩვენი საიდუმლო იარავია. გვაქვს თევზის მახე, პურით სავსე. ამ თევზებს აქ პური ძალიან უყვართ. როგორც ხედავთ, ეხლა ხან მივედით და იქ ქვემოთ ათასობით თევზია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ ბადის სროლას ვიწყებ. წყალი პირდაპირ გადმოდის. ძალიან ბევრი თევზი ჩანს იქ ქვემოთ. ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავდივართ, ბიჭებო. ცოტა ხანს ბადეს ვატარებ, ნახავთ, სად არის ყველაზე მეტი თევზი, სად ვიჭერთ თევზს, მერე თევზის მახეს დავდგამთ. და ვიმედოვნებთ საუკეთესოს, ბიჭებო. დავიწყოთ. პირველი ამოღება, ბიჭებო. აქვე ვწდი. ვნახოთ, რას დავიჭერთ. ხო, სრულიად ახალი ბადეა. ვნახოთ. უბრალოდ ყველა ამ თევზს უნდა გადავკრათ ბადე. და ვიმედოვნოთ საუკეთესოს. ამ ამოღებაში არაფერი იყო. ჩვენ მხოლოდ ფერად თევზებს ვეძებთ. დედაჩემი უშნო თევზებს არ უნდაებს, არ უნდა. აი, იქ ბევრი თევზია. ან კიდე მთელი გუნდი. ესენი წყლის წერები არიან. ნამდვილი წყლის წერია. მოდი. გმერთო, ჩემო ჯეკპოტი დავარტყით. მოდი, მოდი. რა არის, გთხოვ, მითხარი რომ ტეტრა ან რამე მსგავსი დავიჭირეთ. ყველა მგონი კოღოს თევზს გავს. მაგრამ ეს კარგი ნიშანია, იმ პატარა ბადეში ბევრი თევზი დავიჭირეთ. ეს ჩანჩქერთან ახლოს იყო, ასე რომ მგონია სწორედ იქ არიან ეს თევზები. გავაგრძელოთ სტა და ვნახოთ, რამე საინტერესო თუ დავიჭერთ. ეს იყო ნამდვილი ჯეკპოტი, გთხოვ მითხარი. დავიჭირე, იქ ძალიან ბევრი თევზი იყო. მოდი ვნახოთ.
და ისის დიახ დღევანდელი პირველი ტეტრა. შეხედე ამას. ეს ნამდვილად ტეტრაა. შეხედე მის წითელ თვალს. ეს ძალიან მაგარია. მოიცადე, შეხედე როგორი მსუქანია. არ ვიცი რა სახეობა, ვიცი აქ ადრეაც დაგვიჭერია, მაგრამ ეს მართლა მაგარია. მგონია დედაჩემი მოეწონება, ძალიან ლამაზი წითელი თვალები აქვს. სწორედ ამას ვეძებთ. კარგი, მოდი ავავსოთ ეს ვედრო, დღევანდელი პირველი შესანახი თევზი. კარგი დასაწყისია, იქ ძალიან ბევრი თევზი დავინახე. კარგი, ავავსოთ ვედრო. ეხლა ტეტრები ჯგუფურად მცურავი თევზები არიან. ესე რომ როცა ერთს ვიჭერთ, იქიდან კიდე ბევრია. ღმერთო, იმ ადგილას იმდენი მოლია. კარგი, წავედით. შეგიძლია ტეტრა. გონი დავიჭირე. აი იქ ძალიან ბევრი მოლი. რაღაცები აუცილებლად უნდა დაგვეჭირა. მოდი რაღაც ამოვიდეს, ნახოთ. შეხედე ამას, ეს ულამაზესი კილიფიშია. აი ეს ის მამრია, რომელზეც ლაპარაკობდი. ნახე რა ლამაზია. ლურჯი და წითელი. იცი რა, ამერც ვედემთ ვედროში და დედაჩემის აზრს მოვისმენთ. ნახოთ თუ უნდა მისი დატოვება. მე ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზია. არ არსებობს. ნახე აი იქ, ნახე? გონი ეს მოლია. ეს გიგანტური ნარინჯისფერი მოლია. ღმერთო. მოლები ვნახე, მაგრამ ნარინჯისფერი არ იყვნენ. ჩვეულებრივ ისინი უფრო უფერულები არიან. ეს ნამდვილად შეიძლება ტიკი-ჰატის აკვარიუმში შევიდეს. ასე რომ დავიტოვებთ. ულამაზესი მოლია, ვედროში. იცადე, არ არსებობს. მოდი აქ. მარწვა დავიჭირე ერთი. პატარა მილში ჩავიჭირე. შეხედე ამას. მოლი ზევით იყო. ხო, დავიჭირე. მართლა თევზია იქ. ამას ოდნავ ნარინჯისფერი და შავი აქვს, აი ზუსტად ამას გულისხმობდი. ალბათ ეს ჩვეულებრივი და ნარინჯისფერის ნაზავის ნაშიერია. ძალიან მაგარია. აქ ყველანაირი ფერითი ვარიანტია. ამას დავიტოვებ და ჩემს პატარა აუზში ჩავუშვებ. გონი დედაჩემისთვის ძალიან უშნოა, მაგრამ მაინც მაგარია. აი სწორედ ამ მილიდან გამოვიდა, ნახე როგორ მოდის წყალი. ვინ იცის სად მიდის ეს მილი, მაგრამ აშკარად მაგარი თევზები გამოდის იქიდან. კარგი, გონი დროა დავდგათ მახე ბიჭებო. ეს ნამდვილად ყველაზე აქტიური ადგილია. ეხლა სანამ მახე მუშაობს, არხის გასწრივ გავივლით ბადით და ვნახავთ თუ შევძლებს ტეტრების თავშეკრის ადგილის პოვნას. რადგან როგორც კი ერთ ტეტრას იპოვი, იქვე ყველა დანარჩენიც იქნება. ასე რომ ჩავუშვათ მახე წყალში და შემდეგ გავისეიროთ ამ ნაკადულის დანარჩენ ნაწილში. კარგი, შესანიშნავია. 3 საათში აქ დავბრუნდებით და შევამოწმებთ თევზის მახეს. ეხლა კი გავისეირნოთ ნაკადულზე და ვნახოთ სხვა რა ვიპოვით. ცოტა გავიარეთ და უკვე ჩანს სად დევს ჩვენი თევზის მახე. ძალიან შორს არ წავსულვართ, მაგრამ ნაკადულში ძალიან საინტერესო ადგილს მივადექით. შეხედე ამას. აქედან დავიწყებთ ბადით თევზაობას. ხედავ ეს პატარა ნაკადულია. გონია რომ ეს შეიძლება იყოს ტეტრას პატარა თავშეხვრის ადგილი. წავიდეთ იქით, ბადით მოვიაროთ. აქვე ბევრი თევზი ჩანს. მართალი ვიყავი, ოღონდ ეხლა ბალახებში დაიმალნენ. აი იქ. აი იქ. მოდი, ზუსტად ზედ ვიყავი ბიჭებო. იქ ძალიან ბევრი თევზი იყო. რა იყო ეს? ეს იყო ერთი? ვიცი, რაღაც უნდა დამეჭირა. აი ხო. კარგი, ეს ნამდვილად ტეტრაა. შეხედეთ ამას ბიჭებო. არ ვიცი რა სახეობაა, მაგრამ ძალიან ლამაზია. შეხედეთ ზოლს მის ზურგზე, ღმერთო ჩემო. კარგი, ვერ ვითმენ რომ ჩავსო აკვარიუმში. თითქმის ვარდისფერი აქვს. 2 არიან, ხო? 2 ტეტრა დავიჭირეთ. ეხლა ვაპირებთ რომ ჩავდოთ ვედროში. ვითხარით თუ იცით რა სახეობის ტეტრები არიან ესენი. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. გონი აქამდე აქ ესეთი არ დამიჭერია. ღმერთო, რა სწრაფები არიან აქ? ეს იყო ყველაფერი. არაფერი. წამოდი. ხო, კარი, ისევ არაფერი. ღმერთო ჩემო, ნახე წითლები არიან. არ არსებობს. ნახე ეს, იქ მილიონი წითელი თევზი იყო. რა სწრაფები იყვნენ. იმედია კამერაზე ჩავწერეთ, ხო? არ არსებობს. ნახე ეს, არა 2 არიან. 3 არიან. თელი გუნდი დავიჭირეთ, ხო? არ ვიცი ესენი რა თევზებია. ნახე ფერები. ეს ისეთი იდეალურია, ზუსტად ეს უნდა დედაჩემს. იქ მართლა მილიონი იყო. აი კიდევ ერთი, 4 დავიჭირეთ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. არ ვიცი რა სახეობის ტეტრები არიან, მაგრამ ნამდვილად ტეტრაა და ეს გვინდა ჩვენ. ღმერთო ჩემო, ესენი ჩემი საყვარელი თევზებია აქამდე რომ დაგვიჭერია. ესენი არასდროს დაგვიჭერია. არ ვიცი რა თევზებია, მაგრამ ჩავაგდებთ იმ ვედროში. კარგი ბიჭებო, თუ იცით კომენტარებში დაწერეთ ამ თევზის სახელი. ძალიან მომწონს. გავაგრძელოთ და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. ღმერთო ჩემო, აი ისინი არიან. იღებ, ყველა აქ არიან. ყველა აქ არიან. არა. იქ შემეშალა. ესენი იყვნენ. ეს იგივე თევზების გუნდი იყო, რაც ადრე ვნახეთ. ხო, ვერც ერთი ვერ დავიჭირე. ისინი უკანა ნაკადულში არიან. აქ უკანა მხარეს არიან. მოდი. გონი დავიჭირე. კიდე დავიჭირე. ხო, დავიჭირეთ. ნამდვილად დავიჭირეთ. აი ისინი არიან, ხო? ეს ძალიან დიდია. შეხედე ამას. რა ლამაზები არიან. 2 არის. ეს კიდევ ერთია, იმათგანაც ცოტა ხნის წინ დავიჭირეთ. და კიდევ ერთი წითელი და ლურჯი. ღმერთო, გიჟდები. ეს უბრალოდ სიგიჟეა. კარგი, კიდევ 4 დასატოვებელი თევზი. აი წავიდნენ. გთხოვთ დამეხმარეთ რომ ამ თევზების სახეობა გავიგო, რადგან ძალიან მომწონს ისინი. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თევზია, რაც აქ დავიჭირეთ. ილდაპირ არხის გასწრივ მივდივარ, ბადე წყალში მაქვს ჩაშვებული, იმედია ამ გზით მილიონ თევზს დავიჭერ. აი ესაა ახალი სტრატეგია ბიჭებო, სცადეთ სახში, ნახეთ რახში. რა ხდება, ასე მთელი არხის გავლა შემიძლია. ღმერთო, რა მძიმეა. ეს რა არის?
ღმერთო ჩემო, რაღაც დავინახე შიგნით. ჩვენ არ ნამდვილად რაღაც დავიჭირეთ ამაში. უფრო დიდი იყო. კიდევ კილი თევზები. აი იქ. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო. დიახ, ეს ჰილსტრიმ ლოჩია. პატარა სტინგრეის მსგავსი არსებაა. ღმერთო ჩემო. დიახ, ზუსტად ეს მინდოდა აქ მოსვლისას. ისე კარგად გამოჩნდება იმ პატარა ტიკი ხოხის აკვარიუმში. შეხედე მის პატარა პირს აქვე. თითქოს პატარა სტინგრეია. კარგი, ახლა გადავიყვანთ ვედროში. ეს ძალიან კარგია, სწორედ ამას ველოდი. ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. შეხედე ამ პატარა ბიჭს, ჩემს თითს წოვს. კარგი, შედი ვედროში. აი ესე. უკვე ბევრი მაგარი თევზი გვაქვს, მაგრამ გონი კიდევ გვჭირდება. გავაგრძელოთ. შეხედე ყველა იმ თევზს იმ პატარა უბეში. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, აქ იმდენი თევზი იყო, ეს ისეთი სახალისოა. აქ ამდენი თევზი არასდროს მინახავს. მგონია რომ ეს წვიმისგან მომატებული ცხლის ბრალია. კი, ახალი სახეობებია. კარგი, ეს სერპეტეტრაა. სინამდვილეში ვიცი როგორ ქვია ამას. აქ ხშირად დაგვიჭერია ეს თევზი. ეს ძალიან მაგარია. ეს სერპეა, ლამაზი ტეტრა. აკვარიუმში საოცრად გამოჩნდება, ბიჭებო. ეხლა ყველა ეს თევზი, რასაც ვიჭერთ, ბევრად უკეთესად გამოჩნდება, როცა აკვარიუმში ჩაუშვებ. ასე რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე, როცა ყველას ერთად ჩაუშვებთ. საოცრად გამოჩნდებიან. მაგრამ ეს მართლაც ძალიან კარგი ტეტრაა. იდეალური დამატებაა. ვაგდებთ ვედროში. კარგი, ეს კარგი პატარა თავგადასავალი იყო. ბევრი თევზი დავიჭინეთ. აღმოვაჩინეთ წითელი და ლუჯი ტეტრები, მაგრამ ეხლა ჩვენს მახისკენ ბრუნდები. ის პირდაპირ იქაა და ცოტა ხანს იმარეში ბადესაც მოვატარე. დამწმუნებული ვარ, ჩვენს პურზე ბევრი თევზი მოვიგა. მახეში იმდენი თევზი ჩანს, ღმერთო ჩემო. ვერ ვითმენ, როდის ავირებ და ვნახავ რა დავიჭირე. სანამ ამას გავაკეთებ, ცოტა ხანს ბადეს მოვატარე. მინდა იმ გვირაბში ჩაუშვა ბადე. ხედავ იმ გვირაბს. ხედავ თევზებს, იქ ძალიან ბევრი თევზია. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას. ისეთი ლურჯია. თითქოს სხვა თევზების გიგანტური ვერსია. რა არის ეს? კიდევ მეტი უნდა იყოს. იმდენი თევზი შევიდა იმ მილში. არ ვიცი რა არის ეს. მართლა ესეა? არა, ამას ვერ გაუშვებ ხელიდან, კარგი? ორივე წითელი და ლურჯია, მაგრამ სრულიად განსხვავებული ფორმები აქვთ. ეს მართლა მაგარია. ეს ულამაზესი თევზია. კარგი. ეს ახლოს იყო. მოდი ჩავასხათ ვედროში. აი ესე მეგობარო. კარგი, შეხედეთ ამას ბიჭებო. მახესთან ახლოს ვიღაცის მიტოვებული თევზის მახეა. გონი ეს წინა ჯერზე ვიპოვეთ. და არ არსებობს. მართლა რაღაც არის შიგნით, ნახეთ ეს. უნდა ხუმრობდეთ. ამას არ ველოდი. ველოდი, ეს პატარა ნარინჯისფერი სკვირლის თევზია. უბრალოდ ზის შიგნით. გამოდი აქეთ. დავიჭირე. ნახეთ რა საყვარელია. აქ ბევრჯერ დაგვიჭერია ესეთი. გონი ერთადერთი ადგილია, სადაც ვიჭერთ. მასაც მხოლოდ ერთი ხელი აქვს. რა საყვარელია. აი ესე მეგობარო. ამას ჩვენს ნივთებთან ერთად იქ ავიტაც და მერე გადავაგდებ. რადგან ეს წყლისთვის ცუდია, არ გვინდა რამე შიგნით გაიჭედოს. გონი წყლის მწერმა უკანალი მიკბინა, თითქოს წვავს. მოდი. ღმერთო ჩემო, ხუმრობა რა, შეხედე იმ თევზის ფერებს. არ ვიცი ამას რა ქვია, აქაც დაგვიჭერია ესენი ადრე. ესენი ერთ-ერთი არა. ეს ახლოს იყო. მოდი ნუ ვითამაშებთ. უბრალოდ ჩავყაროთ ვედროში ბიჭებო. ვერ დავკარგავთ ვერცეთ ფერად თევზს დედაჩემისთვის. ეს უბრალოდ საოცარია. შეხედეთ წითელს და ყვითელს. გავს არც კი ვიცი რას. ესენი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზებია აქ დასაჭერად. ვედროში წავიდა. კარგი, თევზების ღმერთებმა დღეს დაგლოცეს ბიჭებო. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ყველაფერი იდეალურად ეწყობა. იმდენი თევზი ყავს იქ, რომ შესანიშნავად გამოჩნდებიან ტიკი-ჰატის აკვარიუმში. მაგრამ როგორც გითხარით ბიჭებო, მთავარი ფინალი თევზის მახეა. შეგვიძლია რამდენიც გვინდა ბადით დავიჭიროთ. შეგვიძლია მთელი დღე ამ თევზებს მდინარეში ზევით ქვევით ვედევნოთ. და გვინდა რაც შეიძლება ბევრი დავიჭიროთ თევზის მახეები. უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან სწრაფები არიან და მესაკმაისად სწრაფი არ ვარ. მაგრამ თევზის მახეებით შეგვიძლია კარგად მოვათხოვოთ. და სწორედ იქ ვიჭერთ ხოლმე ყველაზე მეტ თევზს. ჩვენი მახე იქვეა. ეხლა შევამოწმეთ. დაახლოებით 2 საათი გავიდა. თქვენ ამას ვერ ხედავთ, მაგრამ ხედავთ როგორ ვარ ოფლით გაჟღენთილი. კარგი, მძიმე დღე იყო. კარგი. მოდით ნახოთ. აქ გადმოვიტან, აი ესე. ეხლა ავწევ. გრანდიოზული ფინალია. მერთო ჩემო, ხუმრობთ ალბათ. მოდი აქეთ. აქ იმდენი თევზია, არ არსებობს. ყველა ტეტრას გავს. შეხედეთ ამას. ეს სიგივადეთ ამას. ეს სიგიჟია ბიჭებო. იქ იმდენი თევზია. შეხედეთ ამას. რა ფერადია. კარგი, უნდა დავიწყოთ ამ თევზების დალაგება. ნახეთ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, აი კიდევ ერთი სერპე აქ არის. ეს უზარმაზარია. შეხედეთ რა წითელია ეს. ეს მართლა ლამაზია. ეს კი ბადეში გაიჭედა. ნახე, ეს თითქოს ცდილობდა ხაფანგში შესვლას და გაიჭედა. კარგად ხარ? ავიყვანე. ეს რა არის? არ ვიცი რა არის ეს. შეხედე, ძალიან გრძელი აქვს. რა? კარგი, პირდაპირ ვედებ ვედროში. ეს ძალიან მაგარია. როგორც ჩანს, ცდილობდა იქ შეძრომას და ძალიან მსუქანი იყო.
ნახეთ ეს მაგარია ბიჭებო, ერთ-ერთი ესეთი დავიჭირეთ, წითელი და ლურჯი თევზი. ძალიან ბევრი თევზია, ნახეთ, ყველგან არიან, ეს კიდევ ერთი ტეტრა. მგონი სხვა სახეობაცაა, კარგი. ისიც ვედროში მიდის. კარგი, გულწრფელად რომ თქვა, მგონი ყველაფერი ვედროში უნდა ჩავყარო. ეს სიგიჟეა ბიჭებო, აქ იმდენი თევზია რომ ვერ გავარჩევ. უბრალოდ ერთ მუჭას ამოვიღებ, ნახეთ. შეხედეთ ამას. ვედროს ზემოთ გავაკეთებ, რომ არაფერი დამეკარგოს. აი ლურჯი აკარა, არის კოლუმბიური ტეტრები, მოლიები, აი კიდევ ერთია ესეთი. ღმერთო ჩემო, ესეც უნდა მომხდარიყო. გულისხმობ ჩვენი აკვარიუმი ამის შემდეგ საოცრად გამოიყურება, ღმერთო ჩემო. კარგი, იქ არის კილი ფიში, ის არ გვინდა. შეხედე ამათ ყველას, ყველა ტეტრაა. ეს უბრალოდ სიგიჟეა. კარგი, აქაც ბევრი მოლი და კოღოს თევზია. ვცდილობ ისინი გამოვაცალკო, ისინი არ მინდა. მგონი ესაა ყველაფერი ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს არის ბოლო მაგარი თევზები, კიდევ ორი ესეთი წითელი და ლურჯია. და ესეც ტეტრას გავს, თუმცა რა სახეობაა დარწმუნებული არ ვარ. მგონი სულ დაახლოებით 50 თევზია. უმეტესობა მახედან მოვიდა, რაც სიგიჟეა. ხომ გითხარით ბიჭებო, მახეები ყველაზე ეფექტურია. ეხლა დანარჩენებს უკან დავაბრუნებ. ყველა ჩვეულებრივს, აი წავიდნენ ნაკადულში. შეხედე იმას, ეს ის ძალიან დიდი ლურჯია. მგონი ორი ასეთი ყავს, დარწმუნებული არ ვარ. თელი დღე შემიძლია ამ ვედროში თქვენთან ერთად თევზების დათვალიერება და ჩვენება. მაგრამ მგონი ჯობია სახლში წავიდეთ, თევზები აკვარიუმში გადაუშვათ და იქ ნამდვილად გაჩვენოთ მათი ფერები. მართლა ძალიან მახარებს ამის ნახვა. მოდით წავიდეთ სახლში გადაუშვათ ისინი აკვარიუმში, რომ ნამდვილად დავაფასოთ. და კი აუცილებლად დავბრუნდებით აქ მეორე ნაწილისთვის, რომ ტიკი-ჰატის აკვარიუმის შევსების ვიდეოები გადავიღოთ. ვეცდებით კიდევ რამდენიმე ტეტრა დავიჭიროთ და სხვა საინტერესო თევზებიც ჩაუშვათ. ხო ბიჭებო, ეხლა მივდივართ და ამ თევზებს აკვარიუმში ჩაუშვებთ. კარგი მეგობრებო, უკვე სახლში დავბრუნდით სავსე ვედროთი. ეხლა დედა ჩემი აქ არ არის, ჯერ არ უჩვენეთ თევზები. რასაც ეხლა გავაკეთებ, ამ თევზებს ტიკი-ჰატის აკვარიუმთან შევაჩვევ, რომ კარგად მოერგონ და მზად იყვნენ. მერე გამოვალთ აქ და ჩაუშვებთ მათ აკვარიუმში, რომ დედა ჩემის რეაქცია ვნახოთ. ეს ძალიან მაგარი იქნება ბიჭებო, ამდენი საინტერესო თევზი ჯერ არ გქონია. ეს ყველაზე კარგი ნადავლია ამ ადგილიდან. მოდით შევაჩვიოთ ისინი და ჩაუშვათ აკვარიუმში. კარგი ბიჭებო, თევზები უკვე შეჩვეულები არიან. ეხლა დედა ჩემს უთხარი რომ გამოვიდეს აქ. აი უკვე მოდის. ძალიან ავფრთოვანებული ვარ. მზად ხარ? მზად ვარ, ისინი აქვე ვედროში არიან. კარგი, ერთ რამეს გეტყვი. ეს ყველაზე კარგი ნადავლი იყო, რაც კი ამ ადგილას ქონია. მართლა? ძალიან ბევრი კარგი თევზია. ეხლა ჩაუშვებთ მათ აქ. კარგი, დავიწყოთ. პირველი მუჭა. აქ ძალიან ბევრი თევზია. კარგი, ღმერთო ჩემ. მუჭებით გაქვს თევზები. შეხედე ამ ტეტრებს. ღმერთო ჩემო. ისინი ძალიან მაგრები არიან, აი ეს დიდი ლურჯი მანდა. ეხლა მათი ფერები ცოტა ჩამქრალია. მალე როცა შეეგუებიან, ბევრად უფრო ნათელი და ფერადი გახდებიან. ზუსტად ისეთები, როგორებიც დავიჭირეთ. მოდი დანარჩენებიც ჩაუშვათ. შეხედე ნარინჯის ფერს, ღმერთო ჩემო. აი წავიდა. ხო, აი ყველანი აქ არის, შეხედე მათ. ღმერთო ჩემო. მოკლედ ერთ-ერთი ესეთი დავიჭირეთ, ისინი დაჯდებიან დეკორატიულ ხეზე და ალგებს გაწმენდნენ, ჩვენ უბრალოდ დავდებთ მათ. აი წავიდა, კიდევ ტეტრებია აქვე აკვარიუმში, აი აქ. ამას ეწოდება ლურჯი აკარა. შეხედე ამას. არა, შეხედე ამ წითელს. ხო, ეს სერპეა. აი წავიდნენ. ეს აკვარიუმი ეხლა ცოცხლდება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აქ 3 ანგელოს თევზა. ესენი იყვნენ პირველი თევზები, რომლებიც აქ ჩაუშვით, სანამ გავიდოდით და დავიჭერდით სხვებს. რადგან ვიცი, დედა ჩემს ანგელოს თევზები უყვარს. ისინი აქაც არიან. შეხედე ამას, აი პატარა ნარინჯისფერი კიბორჩხალა. ნახე რა საყვარელია. ღმერთო ჩემო, რა ძვირფასია. ას დავარქვევთ მას ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ. სახელი ნარინჯისფერ კიბორჩხალასთვის. ბევრი ლურჯი და წითელი ტეტრაა, ხედავთ მათ? ასეთი არასდროს დამიჭერია. აი წავიდნენ. შეხედეთ ამას. ეს ისა, რომელსაც ძალიან გრძელი ფარფლები აქვს, ნახეთ ეს. არც კი ვიცი ეს რა არის, შეხედეთ მას. მას მართლაც ძალიან გრძელი ფარფლები აქვს. ბიჭებო, ეს არის ყველა თევზი, რომელიც დღეს დავიჭირეთ. ეს ძალიან ბევრია ერთი პატარა ნადავლისთვის. ძალიან ბევრი დავიჭირეთ თევზის მახეში. დედა როგორ მოგწონს? ძალიან მომწონს. ჩვენ ერთ დღეში დავბრუნდებით და განახლებას მოგთემთ მათზე, რადგან ზუსტად ვიცი, ერთ დღეში ეს თხეში ეს თევზები თავს კომფორტულად იგრძნობენ და ძალიან ფერადები იქნებიან. ასე რომ თქვენ ამას ნახავთ 24 საათში ისევ გნახავთ. კარგი მეგობრებო, ეხლა უკვე მეორე დღეა, სრული 24 საათი გავიდა, ეხლა დილა. უბრალოდ ვამოწმებ ჩემს ყველა აუზსა და აუზს. ეხლა ვარ მტაცებლების აუზთან. მალე მივალ ტიკი-ჰატის აუზთანაც და ვნახავთ როგორ არიან თევზები. მაგრამ ჯერ უნდა მივესალმო ჩემს დიდ ლოქოებს. შეხედეთ ამას. სინამდვილეში შეგიძლიათ დაინახოთ გიგანტური rip show-ს ლოქო იქრემოთ. ღმერთო, ეს არსებები მართლაც უზარმაზრები ხდებიან. კარგი ბიჭებო, ეხლა აუზთან მივდივართ, ძალიან კარგად გამოიყურება. ბროლივით სუფთაა, შეხედეთ თევზებს, შეხედეთ ყველა ტეტრას როგორ არიან შეყრილები ხის ტოტებთან. ზუსტად ეს მინდოდა. ღმერთო, რა კარგად გამოიყურებიან. აი იქ არის ლურჯი აკარა. აი ჩვენი 3 ანგელოს თევზა. ისე ძალიან მაგრები არიან, სერპე ტეტრები, კოლუმბიური ტეტრები. საოცრად გამოიყურებიან, არ ვიცი, წითელი და ლურჯი პატარები სად არიან, შეიძლება უკანა მხარეს იმალებიან. ეს ძალიან ლამაზია. აი ზევით მოლია.
აი თეტრა. გონი ყველა თევზი კარგადაა. აქ საოცრად გამოიყურებიან. წყალი ბროლისავით სუფთაა. ვერ ვიცმენ, როდის დავიჭერ კიდევ თევზებს, რადგან ნამდვილად სჭირდება ცოტა მეტი. ეს უბრალოდ სიგიჟე იყო, ბიჭებო. მიყვარს თეტრები, მიყვარს ეს ადგილი. თუ გინდათ მეორე ნაწილი ნახოთ, სადაც ამას ისევ გავაკეთებ, შეიძლება სხვა ადგილასაც დაწერეთ კომენტარში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. მშვიდობით.